10 ან მეტი ჟურნალისტი ფიგურირებს. გდანში სავაჭრო ცენტრი ფრესკო გაიხსნა. ახალი მრავალფუნქციური ცენტრი დედაქალაქის მერმა გახსნა და იქ დასაქმებულებს გაესაუბრა. სავაჭრო ცენტრში სუპერმარკეტის გარდა კაფე და საცხობია განთავსებული და ის მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. ფრესკოში 80 ადამიანი დასაქმდა. მათი უმრავლესობა მერიის დასაქმების პროგრამიდან შეირჩა. გავხსენით ფრესკოს მეორე ობიექტი გლდანი ნაძალადევის რაიონში. მსგავსი ტიპის ობიექტი ჩვენ გვაქვს კეთილში, რომელიც ამ წლის იანვარში გაიხსნა. დღესდღეობით ჩვენთან დაახლოებით 200 თანამშრომელი მუშაობს. ვასაქმებთ ძირითადად იმ უბნის მაცხოვრებლებს. ამ კადრების შერჩევაში გვეხმარება მერიის დასაქმების სამსახურიც. ძირითადი აქცენტი გვაქვს აღებული უფრო გარეუბნებზე. სიმრავლე ასეთი ობიექტების იძლევა კონკურენციას, კონკურენცია იძლევა ხელმისაწვდომ ფასებს, დაახლოებით 100-მდე ადამიანი ადგილობრივი გლდანელი დასაქმდა აქ, ესეც მნიშვნელოვანი ასპექტია, იმიტომ რომ დღევანდელ პირობებში ჩვენ მიუხედავად ყოველგვარი პოლიტიკური კონjunktურისა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკონომიკა არ გაჩერდეს, რომ თითოეული ინვესტორი დაინტერესებული იყოს, შემოვიდეს ქალაქში, შემოვიდეს ქვეყანაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ცენტრალურმა მთავრობამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც იმისათვის, რომ პოლიტიკის მძევალი არ გახდეს ეკონომიკა და ეკონომიკა წავიდეს წინ და გაუმჯობესება იგრძნოს ჩვენმა მოსახლეობამ. თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერის მიერ ბიუჯეტის განხილვა მხოლოდ უმრავლესობის წევრებთან ერთად მათთვის მიუღებელია.